რადიო მედეფემ წარმოგიდგენთ. მათთვის, ვინც ცხოვრების განსახწეს ირჩევს და დილით ადრე იღვიძებს. მათთვის, ვინც ახალ დღეს განახლებული ენერგიით ხვდება. ვინც ცნობის მოყვარია. ვინც მხიარულია. ვისაც უყვარს რადიო. და უსმენს მედეფემს. ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 8-დან 10 საათამდე. ყველაზე ენერგიული, ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე მატონიზირებელი. დილის გადაცემა ვიტამინი. რადიო მედეფემის ეთერში. ტალღაზე FM 103. მაშასე მეგობრებო, ჩვენ ისევ პირველ სამედიცინო რადიოში ვართ და ჩვენთან ერთად არის უკვე ჩვენ დღევანდელი სტუმარი. არჩეულებრივი ქალბატონი, პოზიტიური, რაც ყველაზე მთავარია და ალბათ მე ვფიქრობ თქვენთვისაც ძალიან, ასე ვთქვათ, სახალისო იქნება ის დილა, რომელსაც ჩვენ ველოდებით ახლა და პირდაპირ მინდა გითხრათ ქალბატონ ნინო, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცით და გვსმენია და მე ვფიქრობ ჩვენი მსმენელების რაღაც გარკვეული ნაწილისთვისაც არის ასევე ცნობილი, განსაკუთრებით თქვენი ძმა მაგნო შავდია, ბატონი დავითი, რადგანაც ჩვენ გქონდა მასთან ურთიერთობა, შეხება და შესაბამისად ვერიც რამდენი ხანია ვეძებთ. აი გახსნის დღიდან სხვათა შორის 15 ოქტომბერი იყო ჩელო გავიხსენი და გვინდოდა რომ ყოლოდა ძალიან ახლო მომავალ. თან იცით რა გახსნის დღიდან, იმიტომ რომ ელემენტარულად გვინდოდა სწორედ აი ეს პოზიტივი, ის დადებითი რაღაცა ემოცია და ამიტომ ბატონ ასე ვთქვათ მაგრამ ყველაზე საოცარი ის არის რომ მე რომელიც ახლა არა ვარ ესეთი იშვიათი მომხმარებელი არ მეყვარს ეს უკვე სოციალური ქსელის ანუ Facebook-ს გულისხმობ ხო როგორ არ მომივიდა აზრად იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჟურნალისტებს დაუკავშირეთ ტელეფონის ნომერი არავინ არ გითხრა თურმე აღმოჩნდა ისე რომ ბატონ შესაბამისად ესე იგი თურმე საზღვარგარეთ არის ძირითადი ასე ვთქვათ თავისი ძირითადი ნაწილს იქ ატარებს და ამიტომ ვეღარ მოახერხეთ და ვერ შევხვდით მას. ბატონო გასაგებია. მაგრამ ძალიან კარგია და მოხარულები ვართ ქალბატონ ნინო, რომ თქვენ ასე ვთქვათ, ჩვენთან ხართ ახლა სტუმრად. მოხარულები ვართ ასევე რომ ბატონ დავით ჩვენ აუცილებლად ამ გადაცემას გადაუგზავნით და მე ვთვლი რომ ისიც აქ არის ჩვენთან ერთად არის, რადგანაც გითხრა რომ აი მე მართალია ეხლა ფიზიკურად აქ არ ვარ და რამხელა ტექსტი უნდა გენახა, რამხელა წერილი დავწერე. რაზე უნდა ვისაუბროთო, თემა რა იქნებაო, რა ყველაფერი იცით რა მე თანახმოვარ, მაგრამ გერმანიაში ვარ და მაშინ იყო სკამიდან გადავყირავდი გვიან. ასე რომ ქალბატონ ნინო, მე მოდი ჩვენ მსმენელს უბრალოდ ძალიან მარტივად ვეტყვი, რომ თქვენ ბრძანდებით სიცილის თერაპიის ლიდერი საქართველოში, ქალბატონი ნინო შავდია. აი სანამ ზოგადად ხა ამ სიცილის თერაპიაზე ვისაუბრებთ, საინტერესო აი იდეა საიდან წამოვიდა ხა თქვენ დაძმა შორის, ხო? აი ეს დაძმა შორის ეს თან მით უმეტეს ვიცი რომ ორივე ბრძანდებით მათემატიკოსები. ასე რომ აი საიდან მოვიდა ეს კომარო ძალიან სერიოზული ხალხი ყოფილიყო. ასე რომ ძალიან მამაკლა შეგიძლიათ ილაპარაკოთ უკვე ეს სახელმწიფო მათემატიკური თავისუფლად ილაპარაკეთ. ქალბატონ ნინო თქვენ უკვე პირდაპირ ეთერში ხართ, ასე რომ არ არის არანაირი პრობლემა. გისმენთ დიდი სიამოვნებით. აი როგორ მოხვდით ამ ასე ვთქვათ ამ სიცილის რაღაც იმიტომ რომ ძალიან კარგ ამბავში მოხვდით. სიამოვნებით შემოგიერთდებით. მე მგონი მათემატიკას სიცილი ჯობდა. ვერ გეტყვით, იცით, თავიდანვე ძალიან ვიყავით გატაცებული მათემატიკით. ჩემი ძმა ყოფილი რეგბისტია, სპორტის ოსტატია და ქართულ ენციკლოპედიაში არის შესული, როგორც პირველი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე რეგბისტი საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო მაშინ და პირველად აიყვანეს ის იუნიორების სიაში საქართველოდან ის და მისი ერთი ამხანაგი ვაზაგაშვილი, რამდენადაც მახსოვს და ისინი იცავდნენ აი ამ თავიანთი ქვეყნის საბჭოთა კავშირის ღირსებას იუნიორების ნაკრებში. მახსოვს იტალიაში მესამე ადგილიც აიღეს და ჩამოიტანეს სპეციალური პრიზი. მაშინ დიდი დაფასება რეგბის იმდენად არ ქონდა და როდესაც საქართველოში აქ ლოკომოტივის სტადიონზე იმართებოდა ესეთი შეხვედრები, ვიღებდით რამოდენიმე ბილეთს ოჯახი და ვპატიჟებდით ნათესავებს, რომ ხალხი ყოფილიყო იქ ერთი მაინც პატარა ტრიბუნა შეგვევსო. და დღეს რა ამბავია რაგუზე?
კი ძალიან მოხარული ვარ. სხვათა შორის ყველა შეხვედრას დავითი გერმანიაში ამჟამად ის გერმანელი მეუღლე ყავს და იქ ცხოვრობს და უყურებს და ძალიან უხარია ჩვენი რეგბის გულშემატკივრობს და უხარია ასეთი წარმატებებს რომ მიაღწია რეგბი საქართველოში. შემდეგ იცით მე დათო რომ მოგზაურობდა ამ რეგბისთან დაკავშირებით ჩაუვარდა ერთ-ერთი მისტიური ოსტატის ოშო რაჯნეშის რაღაც გამოცემები, იმიტომ რომ მოსკოვი, ლენინგრადი, მაშინ ყაზახეთში ჰქონდათ შეკრებები და წაიკითხა და რაღაც თავისეული აღმოაჩინა. მოხდა ისე რომ მე მიატოვა უпростоრად გამოერიყა რეგბს და დაიწყო თავის თავზე, ესე იგი ზრუნვა თავისი ამ ოშოს მსოფლმხედველობის მიხედვით, რომ უფრო ორგანიზმი ყოფილიყო, უფრო მხიარული, უფრო თავის თავზე მუშაობა დაიწყო. ბატონო, ჩვენთან უწმინდესთანაც ჰქონდა ურთიერთობა, მაშინ ძალიან ძნელად ეშოვებოდა მისი წიგნები. ახლა ამჟამად არის გაყიდვაში სხვათა შორის თავისუფლად მდოგვის მარცვალი. აი ოშოს წიგნია და მაშინ რუსული ნათარგმნით ბატონ ილიანს მიუტანა და სხვათა შორის ძალიან კარგად აქვს განხილული ამ კუთხით ოშოს დანახული ეს როგორ გითხრათ მიდგომა ამ ასპექტში და მე გადაწყვიტა რაღაც ჯგუფთან ერთად, მაშინ ძალიან ცუდი დრო იყო, ეს არის სადღაც აი არეულობა იყო 90 იცით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი ებღაუჭებოდა თავის აი ერთიანობას, მე უკვე წავიდა ეს არეულობა და გამოიყე უпростоრად მოასწრეს მოსკოვში ამ ჯგუფმა გადაფრენ და იქიდან მოხვდნენ ინდოეთში. ზუსტად ეს არის პუნა, ქალაქი პუნა, არის უდიდესი რო იტყვენ ერთ-ერთი ფეშენებელური სამედიტაციო ცენტრი, სადაც იცით რამდენი, აი 100-ზე მეტი ჯგუფი არის, რომელიც ცდილობს ადამიანის მდგომარეობის და მიხედვით ადამიანის გარდაქმნას ისე რომ მისი შინაგანი ჰარმონია ამოწიოს, უფრო ამოატივტივოს. აქ არის კატარსისული ჯგუფები, მასაჟის ჯგუფები, აღმოსავლური ორთაბრძოლის ჯგუფები, აი უკვე რომელი ერთი ჩამოვთვალო ძალიან და ის ემსახურება ადამიანის ტრანსფორმაციის და ჰარმონიის მისაღწევად შინაგანად. რომ აქ ამ ცენტრში არის, ესე იგი, დასავლეთის ფსიქოთერაპია, უпростоრად ევროპის და აღმოსავლეთის მედიტაცია ერთმანეთთან შეწყმული. რო გითხრათ რომ ეს არის იაფი სიამოვნება, არა, ამჟამად საკმაოდ ძვირი სიამოვნება არის და იცით იყო ის პერიოდი რომ რაღაც გარკვეული პერიოდი რომ ჩვენ არ ვიცოდით სად იყო ჩემი ძმა, იმიტომ რომ კავშირი არ იყო, ტელეფონი ახლა რომ არის არ არსებობდა, ინტერნეტი არ არსებობდა, არაფერი არ არსებობდა და იცით ჰაერში ვიყავით ჩამოკიდებული, მithumetet ისეთი რთული პერიოდი იყო ჩვენთან, არადენი არაშუქი, არაცალი იყო ასეთი, თქვენც გახსოვთ? კი, გახსოვს. და ესე იგი, მაგრამ მე მოხდა ისე რომ მეტნაკლებად იქ როგორ არის, იცით, თუ რომელიმე ჯგუფი, იქ არის ჯგუფები და თუ რომელიმე გადაიხდე საფარსულს და ჯგუფს გაევლი, უბრალოდ გერიცხება რომ ჯგუფი გაქვს გავლილი, მაგრამ თუ რამოდენიმეჯერ გაევლი და შენ გაქვს ის პოტენციალი, რომ მერე გახდე მასტერი ამ ჯგუფის ჩატარების, ხო? ანუ თავად გაჩააყენეს მეცადინე. მაშინ უკვე გაძლევენ იმ სტატუსს, რომ შენ გაქვს უფლება, რომ ჩაატარო ზუსტად აქ მან
და მე სიცილის იოგა ეს არის მადან კატარია ინდოელი, რომელმაც პირველად დააფუძნა და მე უკვე გერმანიაში თერაპიული კურსი შემუშავდა და ორივეგან მან დავითმა და მეც გვაქვს გავლილი. მე უკვე ინდოეთში აღმოჩნდი სადღაც 20 წლის წინ. ეს უკვე მე როდესაც დათომ უკვე იქ ადგილი დაიმკვიდრა. ზები გაგაკაფა ხო? მეტნაკლებად კი უკვე შეხვდა ის თავის მეგობარს, მაშინ ჯერ მეგობარი იყო 20 წლის უკან, 22 წლის უკან და მე რო წამოვედი უკვე მაშინ მოაწერეს ხელი. მადიდა დიკუც, ინდოელი ქალბატონია? არა, გერმანელია, რომელიც არის ერთ-ერთი ძლიერი ფსიქოთერაპევტი და მასაც და ჩემს მასაც აქვს ამჟამად ესე იგი ტურნეები სახელმწიფოების მხრივ, რომელსაც იწვევენ, ის ატარებს სიცილის თერაპიას, ანუ კიდევ არის ასეთი ოშოს მედიტაცია, მისტიური ვარდი, სადაც არის 7 დღე სიცილი, 7 დღე ტირილი და 7 დღე, ესე იგი, შენ თავზე დაკვირება, რომ რა მოგცა, 21 დღიანია, უფლება აქვს კი და მადიტო საკმაოდ ისეთ წარმატებულ ტრენინგებს ატარებს ფსიქოთერაპიაში, ყავს კლიენტურა, ესე იგი, სხვადასხვა დასახელებების ისინია ტრენინგი, NLP coaching-საც ატარებს. ეს რას ნიშნავს? ეს არის სადღაც ჰიპნოზის თეორია, მაგრამ მედიტაციის საფუძველზე ისე რომ სუბუქი იყვეს. შაშანი იყო აქ მოწვეული იმიჯ ჰოლში ერთ-ერთი ფსიქოთერაპიული ცენტრი იყო, სადაც მან ძალიან წარმატებით ჩაატარა ეს ამერიკული სერტიფიკატებით და ამჟამად წელსაც აქვთ მოწვევა ოქტომბრის თვეში ჩამოდიან საქართველოში. ქალბატონო, უნდა გვიშვამდგომლოთ და ყველანი ერთად უნდა მოხვიდეთ. ასე რომ დავკვირდით პირდაპირ ეთერში, რომ ამაში დაგვეხმარებით. საინტერესო იქნება. ქალბატონო ნინო, ეხლა რაღაც ისეთი ცრემლები მომადგა სენტიმენტალურ ხასიათზე დამაყენეთ, მაგრამ ჩვენი შეკრების მიზანი ცოტა სხვა არის დღეს. და უბრალოდ იცით ახლა არ მინდა შეიძლება გამინაწყენდეს ქართული საზოგადოება, მაგრამ ესეა ჩვენში რატომღაც. შეიძლება ქართულში არ არის და ეს უბრალოდ რა თქმა უნდა ცხოვრების პირობები ამას ესე განაწყობს ხოლმე. სევდიანი ხალხი ვართ. უფრო პესიმისტური ვიდრე ოპტიმისტური, ხო? ეხლა რას შველის ეხლა არანაირ პრობლემას განწყობა ცუდია, ვერანაირად ვერ უშველის ეხლა, მაგრამ თვით შეგრძნებას ნამდვილად ავნებს და რამდენად შესაძლებელია რაღაცა მასტერკლასი რო ჩაგვიტაროთ აქ? როგორ გაიძულოთ ჩვენი თავი, რომ რთულ სიტუაციაშიც გავიღიმოთ, გავიცეთ, მით უფრო ეს არის სამედიცინო რადიო და აი ძახილის ნიშნით არის რა, მითითებული რომ თუნდაც ერთი წუთი სიცილი ჯანსაღი სიცილი, ხო? რა ვიცი მე, რაღაცა წლების სიცოცხლეს მატებს ადამიანს და მე თქვენი ერთ ინტერვიუ ვნახე, სადაც თქვენ თვით როგორ ორგანიზმი და ტვინი ვერ აღიქვამს იმას, რომ ის თქვათ ხელოვნური სიცილია თუ მართლა გულით ვიცინით. სიცილია და ის ყოველთვის რაღაცა სასიამოვნო განწყობას და ენდორფინების გამომშალებას სიცილი და შემდეგ ბუნებრივ სიცილს გადასვლა. ასე რომ მივხედოთ სიცილს. კი ბატონო, აი ახლა პატარა შესავალს გავაკეთებ. ესე იგი სიცილით რატო დაინტერესდნენ გერმანიაშიც და არის ასეთი მაღალი ხარისხის აპარატურები, რომლებმაც გამოითვალეს, რომ რა ხდება ადამიანის ტვინში სიცილის დროს. ძალიან ბევრი სახეცვლილება შეამჩნიეს თვითონ ორგანიზმზე. პირველი ის, რომ ადამიანის ტვინში გამოიყოფა ეს ბედნიერების ელემენტი ენდორფინი. ეს არა მარტო სიცილის დროს, სხვა დროსაც შოკოლადებშიც არსებობს ის რაც ამას. კი ბატონო, გამოყოფს კი ბატონო. და ეს ენდორფინი ერთ-ერთი პირველი უпростоრად ორგანიზმში არის მებრძოლი, რომელიც ებრძვის ისევ სტრესის ჰორმონს კორტიზოლს. ჩვენ გვაქვს, ესე იგი, თირკმლის ზემოთ ჯირკვლები, ადრენალინის ჯირკვლები, რომლებიც ამ ჰორმონს გამოიმუშავებენ და დღეს ისეთი ცხოვრება მოიტანა
საერთოდ ყოფამ, რომ ვამუშავებ თირკმელზე და ჯირკვალ სამწუხაროდ. ბატონო და ეს სტრესის ჰორმონი გამოყოფს ამ კორტიზოლს და იცით როგორ არის აი ეს ჰორმონი მეტნაკლებად ის რადგანაც ჩვენ ღმერთმა რომ შექმნა ადამიანი და პირველ ყოფილი თემური წყობილება იყო ეს ჰორმონი ძალიან ეხმარებოდა ადამიანს. იმიტომ რომ ის რომ მას მოპოვება საკვების მოპოვებაში ენერგია ჭირდებოდა, ეს აღგზნება ჭირდებოდა და თავის დასაცავად, იმიტომ რომ იმდენი ისეთი ქვეწარმავლები, დიდი ქვეწარმავლები დადიოდნენ ეს ქვის ხანა რომ იყო, რომ მაშინ და ამ დროს ეს სტრესის ჰორმონი აძლევდა ადამიანს ძალას და ახლა რომ გამოიყოფა ეს კი არ შეცვლილა ადამიანის ორგანიზმი, იგივე არის, მაგრამ ამ სტრესის ჰორმონში რომ გამოიყო, თქვათ, დააგვიანე, თქვათ, უფროსმა საყვედური კითხრა. ეს შენ დაუნებურად ეს ჰორმონი გამოიყოფა, რომ ნერვიულობ, იმას ვერ იყიდი, ამას ვერ იყიდი, აი ეს უნდა გააკეთო და ვერ აკეთებ და ეს გროვდება და მერე საფუძველს აძლევს ამა თუ იმ ავანტყოფობას, რატო წამოვიდა პირველ პლანზე ასე ავანტყოფობები ადამიანის ორგანიზმში. იმიტომ რომ ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, აი ძველი ადამიანებიო, სადღაც 20-იანი წლების, თუნდაც შორს ნუ მივდივართ, აი 1920 წლების, უფრო დიდხანს ცხოვრობ ვიდრე ეხლანდელი, ის ავანტყოფობამ წამოვიდა. იმიტომ რომ ჩვენ არ ვანთავისუფლებთ ამ სტრესის ჰორმონს. ის გროვდება და თუ არ გამოანთავისუფლე, ის უკვე ნიადაგს უქმნის ამა თუ იმ ავანტყოფობას, რომ ის წამოვიდეს. და ეს ავანტყოფობა საკმაოდ დიდი ნაბიჯებით მოდის. უკვე ესეთი პატარა ბავშვები არიან დაავადებულები, ძალიან ბევრი ახალგაზრდობა და სიტყვადებია გახდა ჩვეული, ხო? ნინო, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენ მაინც ახლა ვინაიდან დროში ცოტა შეზღუდულები ვართ, მაინც უფრო საქმეზე გვინდა რომ გადავიდეთ, იქიდან გამომდინარე, რომ დავუშვათ როგორ უნდა მოვიქცეთ, აი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, დავუშვათ თქვენთან უნდა მოვიდეთ, ჩვენ თვითონ შეგვიძლია ეს პრობლემა მოვაგვაროთ, აი რაც თქვენ ჩამოთვალეთ ახლა ყველა ის სიმპტომები, ისე რომ უფრო ხალისიანები ვიყოთ, უფრო ასე ვთქვათ, დადებითები ვიყოთ, უფრო პოზიტიურები და რაც თავარია გქონდეს იმის უნარი რომ ვიცინოთ. აი ამისთვის რა არის საჭირო? ხო, აი ამისთვის, ესე იგი ქალბატონმა აღნიშნა ახლა რომ 4 მაისი იყო მსოფლიო სიცილის დღე და გადავწყვიტეთ რომ ეს აღვენიშნა თბილისშიაც. ეს მზიურში წინ აი ამ ხლა 4-ში კვირა დღეს პირველი საათისთვის ჩავატარეთ ასეთი პირველი საცდელი შეკრება, სეანსი. ნახევარსაათიანი დიდი ხნით არა და საკმაოდ იცით როგორ ბედნიერ სახეებს ვხედავდი და მე იქ ერთ-ერთი ტელევიზია დაინტერესდა GDS-ი და მიმიწვიეს გუშინ, ესე იგი ორშაბათს უკვე მე ეთერში ვიყავი 9:15 აკლდე და გადაცემაც იყო, ვინც არის მსურველი რომ ნახოს სიამოვნებით, დილის სეანსი იყო ეს და ამდენად ამასთან დაკავშირებით იმდენი გამოხმაურება იყო, რომ გადავწყვიტეთ ყოველ კვირას ახლა რომ პირველი საათისთვის თუ მაყურებელი და მსმენელი დაინტერესდა მობრძანდით. ანუ კვირაობით ვიკრიბებით მზიურში ჩვენ ვქნათ დღეს აქ. იცით აი ახლა პატარა სეანსი უნდა ჩაგვიტაროთ, ის არ გაგიშვებთ ნამდვილად. ასე რომ ჩათვალეთ რომ თქვენი საინფორმაციო გამოშვების ემუქრება ჩაშლა. თვითონ მზიურში ვართ, ხო? ეხლა ძალიან რთულია ეს. აი ესე შეკვეთით, ხო? იცით, არა, შეკვეთით არა, აი როდესაც ვერ ხედავ ადამიანს და ისე გაგეცინოს. ნუ ერთი ჩვენ ხედავთ, ხო? კი ბატონო. ეს ჩათვალეთ რომ ჩვენი მსმენელების პრობლემაც აქ არის. ყველაზე პრობლემა ეხლა დღევანდელი არის ის რომ დაუშვათ ადექით ისე თავისუფლად უნდა გაიზმოროთ და ეს ნიუანსებია ეს სეანსი კეთდება. მოემზადეთ ამ უნდა მიკროფონი გაწია. მე და ჩემი ძმა სხვათა შორის ერთად გვაქვს ისტანბულშიც ჩატარებული და აქაც აი იმიჯ ჰოლში ვატარებდა დათორო ჩამოვა. ხო, მაგრამ ეს უფრო საფუძვლიანი ორდღიანია 8 საათით და თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გახდეთ სიცილის თერაპიის ლიდერი. სერტიფიკატებს ვაძლევთ. ახლა ამჟამად უბრალოდ
რახან ასეთი კონტაქტი მოხდა ჩვენ შორის, მინდა გითხრათ, აი წარმოიდგინეთ, კარგ ხასიათზე ხართ და უცებ დაირეკა კარებზე ზარი გააღეთ და არის პოსტალიონი, რომელმაც მოგიტანათ თქვენ გადასახადების სია. შეხედეთ, რამდენი უნდა გადაუხადოთ მთავრობას, გაზი, წყალი, შუქი, ნაგავი. ამტირდებით. არ მისცეთ უფლება, რომ ამ ფურცელმა თქვენ იმ დღის ხასიათი გაგიფუჭოთ და სიცილით შეხედეთ და აჩვენეთ ერთმანეთს თქვენი ნამოღვაწარი. აი და გაიცინოთ, აი ჩემი ნახეთ. თქვენი რამდენი ჩემი აი ასეთია. დედა რამდენი ყოფილა? არა მიყვარს ფუფუნებელი ცხოვრება. თქვენ გონიათ ეს ბიშოლის მოგხსნანია ეს ყველაფერი. ცით აი კლინი ვერანსხვავებს ეს სიცილი ხელოვნურია თუ ბუნებრივი ეს ენდორფინები მაინც გამოიყოფა და რამდენი ხანია საჭირო იმისათვის რომ აი ეს ენდორფინები გამოიყოს აი უფრო დადებითი შედეგი იყოს მინიმუმ 9 საათი არის სიცილი ბავშვი თურმე 450 ჯერ იცინის და აი დღის განმავლობაში ეს უკვე მექანიკურად დეს იცით როდესაც იცინით თქვენ შინაგან ბავშვს კვებავთ ეს ის ძველი ბავშვი გახსენდებათ და იმიტომ იყო ხალხი ძალიან ერთი ხანშისასული ქალი იყო იქ მზიურში მოსული აი ასე მითხრა ზუსტად ბურკა მქონდაო და ეხლა ისე გავახალისდიო შენ გაეხარეო სუდა დავიწყო ასეთი დაღლილი ვიყავი ბავშვები გამოიყვანე შემთხვევით მზიურში სულთასავზე ესე რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება კაუტონინო მე უბრალოდ მინდა ჩვენ სვენელს უთხრა რომ ყოველ კვირას ანუ გვაქვს საშუალება თქვენი დენის ქვითრები არაში კი განვითარება მოვაწყოთ არა ბავშვებისთვისაც კარგია და დიდებისთვისაც არანაკლები მე არა ძალიან გახალისდნენ იყვნენ იქ ფსიქოლოგებიც იქ იცით შემთხვევით წავაწყდით ფსიქოლოგების ჯგუფს რომლებსაც ჰქონდათ ლექცია ისინი დავპატიჟეთ ყველა ვინც იქვე თავაზეთ და ხალხი სხვათა შორის სურვილით წამოვიდა. არავინ არ გვაიძა. იცით რა არის საინტერესო კაუტონინო? აი რამდენ ხნიანია ეს სეანსი და ანუ აი რას მოიცავს? აი ესე თუ შეიძლება თეორიულად იცით რა 9 საათი დიდხანს არ აი ახლა ეს სეანსი რომელიც ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ჩავატაროთ ყოველ კვირას პირველი საათისთვის 9 საათზე მეტი არა და კარგ ხასიათზე დადგებით და წახვალ სახლში უფრო ენერგიულად შეუდგებით თქვენი სამუშაოს შესრულებას რაც გაქვთ გეგმაში კვირას იმ დღეს და საერთოდ ერთწუთიან სიცილს ფსიქოლოგები ღრმა რელაქსაციას უწოდებენ და საერთოდ 1 საათის სიცილის დროს კიდე ორგანიზმი 500 კილოკალორიას წავს ესე იგი შენ ხო მაგრამ ალბათ 1 საათი ვერ ვიცინებ იცით აი როდესაც სტარდება ეს ტრენინგი მაშინ მთელი 8 საათი ვართ იქ და ვიცინით და ესე იგი ეს იწובה და გამრავლე 5-8-ზე და 2-0-ზე ასე რომ აი ეხლა მივადგეთ მნიშვნელოვან თემას კიდე მანდილოსნებისთვის რატომაც ვთხოვე განსაკუთრებით მანდილოსნებს დარჩენა გვაქვთ არაჩვეულებრივი ბუკეტები ესე იგი ხო წარმოგიდგენია სიცილი რამდენ ნაოჭს თვალის ირგვლივ ტუჩის ირგვლივ მე არ მაინტერესებს მე მირჩევნია კარგ ხასიათზე იყო და იყოს ის ნაოჭები ხო არის როგორ არის კი როგორ არა ხო მაგრამ როგორც ჩანს შეიძლება რომ სიცილთან ერთად თქვენ შედეგსაც მკურნალობთ ანუ მე ამ ჩამონათვალ და მივხვდი რომ სახის მასაჟებით მე თქვენივე ჩადენილ სახის ნაოჭებს გაასწორებთ ხო მოდით ახლა მოგვიყევით იმაზე რას ნიშნავს იაპონური სახის მასაჟი მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ აი იქ სადაც ინდოეთში მე ეს გავიარე ეს მასაჟი ეს არის კობიდო იაპონური სახის მასაჟი ქვია იქ საერთაშორისო სერტიფიკატი მაქვს მე პარალელურად მუშაობდი სამჯერ ვიყავი თურქეთში მოწვეული ეს ოფიციალური მოწვევა ისე კი არა რომ თქვა წავიდე და ვეძებო ადგილი სამედიტაციო ცენტრებიდან რადგანაც მქონდა ეს
ოფიციალური Facebook-ზე ეს ჩემი სერტიფიკატი და ეს მასაჟი და რაოდენ გააკვირვებული ვიყავი პირველად ისტანბულში რო ჩავატარე ეს მასაჟი პირველად რო ჩავედი 80% იყვნენ მამაკაცები ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ და ქალბატონ ნინო გაწყვეტინებთ მაგრამ რა არის ის აქ არის მარტო მინიშნებული სახის მასაჟი ანუ თქვენ მხოლოდ სახეზე გაქვთ აქცენტი ხო გაკეთებული არა აი იცით ეს სახეს მასაჟი ქვია მაგრამ აქ შედის ყელი ბეჭები დეკოლტეს მიდამო იმდენად არა ძირითადად ბეჭები სადაც არის აი ეს უკანა მხარე თავი აკუპუნქტურის წერტილებს ვამუშავებ და ამ მასაჟის შემდეგ ესე იგი თვითონ მამაკაცს ისედაც მძიმე მუშაობა რო უწევდა აი თავები აქვს ძალიან გადაღლილი და აი მძიმე რომ გაქვს თავი მასაჟის შემდეგ აბსოლუტურად სიცარიელეს გნობ მე იცით ეს მასაჟი კი სიზმარების ოსტეოხონდროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა მოკლედ და აი ამ მასაჟით იცით ვაკეთებ რეგულირებას ვინაიდან და რადგანაც თითოეული ორგანიზმი ადამიანის ნებისმიერი ადამიანის შესდგება ნახევარი ქალის მხარეა და ნახევარი მამაკაცის და ხანდახან რადგანაც დისბალანსი ხდება და აი ეს ავადმყოფობა რომელიც გაქვთ რომელ მხარეს არის ესე იგი ის მხარეა ცოტა თქვენს ორგანიზმში არ არის ბალანსი კარგად ამ ბალანსაც ვარეგულირებ არის ეს ინდივიდუალურია თუ ყველა შემთხვევაში ერთია არა რას ვიძახი რომელი მარცხენა მხარეა კაცის და მარჯვენა ქალის თუ ეს როგორ არის მაგალითად ქალებში აი ეს მარცხენა მხარე არის ქალური მხარე გულის მხარე კი ბატონო გულის მხარე და მარჯვენა მხარე არის მამაკაცური მხარე ეს ინდაიან ენერგიების ვარიანტია კი ბატონო აი ეს არის ამას ვარ იმიტომ რომ და უმრავლესად როდესაც 40-ზე მოთახარ წლოვანების ეს ბალანსი ირღვევა და არის ხანდახან რომ აი გამომაქვს ენერგია ამ ხრიდან და შემაქვს ახალი ენერგია ეს ეს მასაჟი აი ამაზეა დაფუძნებული და ბოლო 10 წუთი კიდევ ვაკეთებ აკუპუნქტურის მთელ სახეზე აკუპუნქტურის წერტილებზე ზეწოლას მთელ სახეზე იმიტომ რომ აქ არის მესამე თვალი აქ არის ნაღლის ბუშტი აქ არის სანშოუს წერტილები აქ არის ღრმა რელაქსაცია ბევრი წერტილებია სახეზე მოთავსებული და თავისი მუსიკით თითქმის 50 წუთამდე კეთდება მელოდია დარწმუნებული ვარ ინდური ან რაღაც მედიტაციური მედიტაციური მელოდია შესაბამისი მელოდია რომ ადამიანი მიიღოს ღრმა რელაქსაცია ესე უვნებელი რომ განთავისუფლდეს მე ჩვენი ტაილანდური მასაჟი გამახსენდა 55 წუთი თითქმის 50 46 47 აი ცით აი ესეთი ამ ფარგლებში შენ მქონდა სიამონება ტაილანდური მასაჟის ეს რა გამახსენდა კი არაჩვეულებრივი თავის მელოდიან შემსრულებლიან და შედეგიან კი ბატონო ალბათ იმედია ქალბატონიო თქვენთანაც მოვალთ მაინც ხო იცით ახლა საკუთარ თავზე უნდა გაიარო სხვა სარაკი და საუბარი ეს კარგია მაგრამ როდესაც ამას ყველაფერს გამოცდი საკუთარ თავზე მით უმეტეს ძალიან კარგი საქმე ლაპარაკის ნაცვლად ნამდვილად რომელი საათი არა ჯერ დრო გვაქვს და დაუბრუნდეთ რაღაცა მინდა აღნიშნო ესე იგი სიცილის შესახებ აი ცდა ჩაატარა ამერიკის ჯარში ამერიკელმა ფსიქოთერაპევტმა გრეგ ბრენდენმა და ერთ ოთახში დასვა ჯარისკაცი და მეორე ოთახში ამ ადამიანის ან ფრჩხილი ან თმა ან ნერწყვი და ის დადო და ესე იგი ასეთი ცდა არის რომ აი თვითონ ეს კაცი იყო უცებ კარგ ხასიათზე რას განიცდის მისი ნაწილი რომელიც არის მეორე ოთახში თქვენ წარმოიდგინეთ როდესაც ეს ადამიანი იყო კარგ ხასიათზე ეს მისი ნაწილი ფართოვდებოდა და როდესაც ის ცუდ ხასიათზე იყო ეს ფსიქოლოგიური დასკვნა და გამოკვლეულია ისი იკუმშებოდა ესე იგი და ეს თურმე ვრცელდება 50 მილის ფარგლებში თუ თქვენი რაღაცა არის თქვენ როდესაც სულ ხასიათზე თქვენი რაღაც ნაწილიც იკუმშება და განიცდის თქვენს ამ მდგომარეობას
და როდესაც კარგ ხასიათზე ის ფართოვდება. ეს სადღაც 50 მილის 75 კილომეტრის ფარგლებშია. თუ არსებობს, აი რაღაცა პატარა, რა ვიცი, რა ქვია, აი წესი. აი დილას მე გავიღვიძე, გავიზმორე, მეჯავრება დილას ადრე გაღვიძება. ცუდ ხასიათზე არ ვიღვიძე, მაგრამ ნუ მეზარებაა დგომა. აი როგორ ვიხარხარო 5 წუთი. როგორ გავიღიმო კი ბატონო, გასაგებია ხელშია და გავწიო. თუ აი რაღაცა პატარა ელემენტარული რჩევა, რომ როგორ გავიცინო დილას გულიანად, რომ ყველა 300 მაკუნთმა გამოიღვიძოს და თან განწყობაც კარგი შევიქნა. იცით რაშია საქმე? იმ წამსვე ადგომას არავის არ ურჩევ მე, იმიტომ რომ ვერ ხდება იმ სისხლის მიმოქცევა იმ წამსვე რომ ადგებით, აი თუ ატყობთ ხანდახან თვალებში გიმნელები, იმიტომ რომ მაგრამ ისიც არის ქალბატონინო, თუ იმ წუთას არ ავდექი მე პირადად შეიძლება ისევ ჩავაგრძნოს. და კარგად გაიზმოროთ. იცით, იმ წამს აი როგორც კი გაახელ თვალებს, გაზმორება ცოტა გამოგიყვანთ მდგომარეობიდან ამ ძილით. საკმაოდ რომ გაიშალოთ და აი სანამ ადგებით, იმ წამს აი ამ მაგარ გაშლას ცოტა ქირქილიც რომ მიაყოლოთ, ისეთი კარგი გადავა ეს ყველაფერი სიცილში? კი, აი ნელ-ნელა. იცით აი ოჯახის წევრები რომ გამომივარდებიან, ეს სულაურეკია. ახლა მასე თუ ვიფიქრე, მე მაგალითად არა გავაფრთხილებ წინასწარ, რომ ხვალიდან დავიწყებ სიცილს თუ შემოგესმოთ ყველაფერი წესრიგშია. მე მაგალითად ყოველდღე ნახევარი საათი ვიცინი და ნათესავმა მითხრა, როგორ არიან შენი მე ვთხარი მეზობლები უკვე შეეჩვიე. აი როგორ რანაირად იწვევ ციცილს? უკვე იცეთი გამომუშავება, იცით პირველად უნდა არხი გაჭრათ. აი მობძანდით პირველ საათზე, მე დაგეხმარები. კი, აუცილებლად მოვალთ. კარგ ხასიათზე დადგეთ. აი ეს პირველი არხის გაჭრა ძალიან რთულია, მაგრამ მისაღებია, შესაძლებელია. მე თქვენ დაგეხმარები. რამე ხომ არ წამოვიღოთ თან, ქალბატონო. ცირსახოცი ბევრი. და არ შეიძლება. არა, იცით, მე ყვავილები, ბუშტები დაუშვათ რაღაცა, ბუშტები შეგვიძლია. წყალი, იმიტომ რომ იცით, იწვება ორგანიზმი და წყალი უნდა მერე ხოვლობს ორგანიზმი, რომ წყლის მიღება მიიღოს. ერთი მხრივ ძალიან კარგია საერთოდ 2 ლიტრად წყალს იშვიათად სვამს ადამიანი და ეს აუცილებელია. ძალიან კარგია და მით უმეტესად აი ესეთი სიცილის დროს აუცილებელიც არის და სითხე მიიღოთ. მე რაღაცა პატარა გქონდა პიკნიკივით ჩვენი ერთობლივად ჩემმა კოლეგამ ლაშამ, რომელიც არის ძალიან მონდომებული, მოიტანა რაღაცა. ნახეთ იმ სიუჟეტში, თქვენთან ერთად რო იყო. კი, მოიტანა რაღაცები და ისეთი სიამოვნებით ბავშვები დაეწაფნენ, რომ აი ხანდახან სიამოვნებს შენ თვითონაც. აუცილებლად მოვალთ ქალბატონინო. ნამდვილად. არა მარტო ჩვენ მოვალთ, მოვიყვანთ. ჩვენი მსმენელები ახლა ვინც გვისმენენ, მე ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი კვირა დღეა დავიწყოთ აქედან. მით უმეტეს გაზაფხული არაჩვეულებრივი ამინდებია. ძალიან ლამაზი დაიფოთლა ხეები და აი ეს მწვანე, აი ესეთი ბალახისფერი და აი ესეთი ფოთლისფერი ძალიან კარგად მოქმედებს საერთოდ დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვიულ სისტემაზე. მით უმეტეს თუ კი დაემატება, ასე ვთქვათ, თქვენი სეანსები, სადაც იქნება იქ ბევრი სიცილი, ასე ვთქვათ, ბევრი ხარხარი, არ ვიცი, კისკისი და ასე შემდეგ, კიდევ უფრო კარგი და მით უმეტეს მე ახლა იმიტომ მინდა რომ იგივე ჩვენ მეგობრებს დროს ყველაფერი უთხრა და მოვიყვანოთ, რომ მაინც კარგია, როდესაც მეგობრები ერთად ვიქნებით ალბათ, მე გაცილებით უფრო მარტივია და უფრო კი, ნამდვილად წამოყოლა მკვირას. აუცილებლად წამოვა. პირველ საათზე ჩვენ პირველ საათზე აუცილებლად მე გელით მე ურჩევ ჩვენ მსვენელებსაც რომ შემოგვიერთდნენ. ველოდები. მე დღევანდელი სიცილი არ მეყო. ასე ნამდვილად, იმიტომ რომ აქ არის ახლა დღეს მოთელვა იყო. მე მეტნაკლებად ხო რაღაცა ჟურნალი იყო, გაცნობის თვალსაზრისი თუ რასთან შეიძლება გქონდეს საქმე და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი სიცილ ხარხარში გადავიდეს. ქალბატონო ნინო, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. მით უმეტეს რომ აი რამდენი რამე გავიგეთ, ასე ვთქვათ, დავიბევეთ ის რომ ჩვენ ყოველ კვირას შეგვეძლება კარგი ხასიათი ენდორფინების დიდი მარაგი გამოვიმუშავოთ. გისმენთ? აი მე აქ მინდა აღნიშნო რომ აქ ჩვენს ტრენინგში შედის თითოეულ ორგანოს აქვს თავისი ხმა, ეს გერმანიაში ჩაწერეს და
და თავისი გამოძახილი და ჩვენ ამასაც ვაკეთებთ, აი მაგალითად გული, ღვიძლი, ნაღლის ბოშტი ყველაზე ბრაზიანი ორგანო და საშიში. როგორ უნდა მიუდგეთ, რა, როგორ უნდა ვესაუბროთ. აი ესეც გქონდა ჩვენი კადრში არ იყო უბრალოდ და გავიარეთ ესე. მოკლედ პირველ საათზე მზიურში ვიკრიბებით ყველანი. ვიტამინებისთვის რომ აი ეს განწყობა კიდევ უფრო თქვენც მოგძანდით და თქვენ ამხანაგებსაც გადაეცეთ. მithumetes მთელი 4 დღეა დასვენება პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი და მე მგონი დავაზუსტოთ ქალბატონო, ეს ყველაფერი არის უფასო, ასე რომ ჩვენ მსმენელს ხო არ ეგონოს ზიური და პირველი საათი, ხო? საკუთარი ინიციატივით მინდა რომ ცოტა იცით ძალიან გულს მაკლია, როდესაც დადიხარ დაღვრემელი სახეებით რო დადი. ბევრი ძალიან ახალგაზრდები არც თუ მიზეზოთ ნამდვილად, მაგრამ მოგვიახლოვდა უკვე თავისი სერიოზული საინფორმაციო გამოშვებით, თუმცა მაგრამ ყოველთვის ღიმილიონი სახით, ხო? ურჩევ სანამ საინფორმაციოს ასე ვთქვათ, აი ცხელ წერტილებთან დაკავშირებით მithumetes რამე ინფორმაციას მიაწვდი და ჯერ კარგად იცინოს გემრიელად, მერე წაიკითხოს, მერე ისე ვიცინოს და ნია ჩვენთან ერთად მოდიხარ კვირას. გავივლით დღეს. კი, აი თავით დაგაკეთე. მოკლედ მე ყველას მინდა ბედნიერი, ლამაზი, წარმატებული, ხალისიანი დღე გისურვოთ. ქალბატონო ნინო, თქვენ წარმატებები მინდა გისურვოთ. მადლობა. სიცილის თერაპიის ლიდერი საქართველოში ქალბატონი ნინო შავდია იყო ჩვენთან სტუმრად. დიახ, კიდე 1-2 წუთი. 30 წამი არა, არც კი გვაქვს პრაქტიკულად, იმიტომ რომ წავართვით ნიას ყველა დრო. ასე რომ ჩვენც აქვე დავამშვიდობოთ მსმენელებს, ეკახოსიაშვილი, თამუნა ბოჭორიშვილი, დიახ. ვინმე ვთქვათ ორგანიზაციებში არის ასეთი მიღებული, ჩატარებული მაგაი კომპანია ავერსში, TBC ბანკის ფსიქოლოგებთან, შეუძლიათ შემოთავაზება თქვენთან ან დარეკონ ან კავშირდნენ და პირადად ორგანიზაციაში მივალ და 1 საათიან ასე ტრენინგს ჩავატარ. მომავალ შეხვედრამდე, ხვალდილამდე. რადიო მედეფემ წარმოგიდგენთ მათთვის, ვინც ცხოვრების ჯანსაღწეს ირჩევს და დილით ადრე იღვიძებს. მათთვის, ვინც ახალ დღეს განახლებული ენერგიით ხვდება, ვინც ცნობის მოყვარია, ვინც მხიარულია ვისაც უყვარს რადიო და უსმენს მედეფემს. ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა დილის 8-დან 10 საათამდე. ყველაზე ენერგიული, ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე მატონიზირებელი. დილის გადაცემა ვიტამინი. რადიო მედეფემის ეთერში. ტალღაზე FM 103.